ქართული ოცნების ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა დარკვეთის მოსახლეობასთან გამართა. ადგილობრივებ სულხან მახათაძე არსებული პრობლემების გადაჭრაზე ესაუბრა დარკვეთის მოსახლეობამ, თავის მხრივ გამგებლობის კანდიდატ სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხები გააცნო. გზები, ძირითადში გზები, წყლის საქმე არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სავარაუდო მდგომარეობა არის. ცდილობენ გააკეთონ, შეარემონტონ, მაგრამ რემონტსაც აღარ ექვემდებარება თითქმის ფასტნარის წყალსადენი და ამიტომ იქ დიდი მუშაობა არის ალბათ ჩასატარებელი, რის გამოც მომავალმა ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მეტი დახმარება უნდა გაგვიწიოს. ისაც ინფრასტრუქტურული სახის პრობლემები თითქმის ყველა სოფელს აქვს და ეს პრობლემები რა თქმა უნდა მოსაგვარებელია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ წელს უკვე დავიწყებთ ამ მიმართულებით ისაც თითქმის უკვე წლების განმავლობაში მიტოვებული იყო ასფალტირებული მზის მშენებლობას უკვე წლის მეორე ნახევარში, ამავე დროს ძალიან უახლოეს დღეებში დავიწყებთ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას და ნელ-ნელა ამ ადამიანებს მოუგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებთ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი გოგი ჩიკვილაძე საარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ის ამჯერად ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. თქვენ ჩათვლით, რომ ჩემისთან ადამიანი საჭიროა თქვენთვის. ამის მერე ისევ მოვდივარ თქვენთან, რასაც ვისაუბრეთ ახლა, ეზოს კეთილმოწყობა იქნება, განათება იქნება, კიდევ რაღაცის მიმატება იქნება. ამის მერე გეტყვით ყველაფერს, როდესაც შეძლებ გაკეთება და არ მოგატყვით. ამაში მერწმუნეთ, რომ ერთად რასაც ვიტყვი, იმას გავაკეთებ და შევასრულებ. შიდა საუბნო გზები, გარე განათება ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებმა ამ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. ჩვენ წინ პატარა გვინდა რომ ასფალტი დაესხას, თუ იქნება საშუალება რამე. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთ დღეში არ კეთდება. რასაც დააპირდა ბატონი გოგი, ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ შეასრულებს ამ საქმეს. ადგილობრივებმა გოგი ჩიკვილაძეს გამარჯვების შემთხვევაში მინი სტადიონის კეთილმოწყობა თხოვეს. ყველა უბნის ბავშვები თითქმის მოდიან ამ ჩვენ სტადიონზე. ეს არის დიდი ხნის გაკეთებული. რის შედეგადაც უკვე მაგათი აღარც სეტკავარგი, აღარც ბადეები, აღარც არაფერი არ არის და ბავშვები ესე იგი ძალიან გამოთქვამენ იმას, რომ გაკეთეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი გოგი ჩიკვილაძე ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერას დაჰყვირდა. ამ ქუჩის პრობლემები არის ჩემთვის ნაცნობი. აი იმ დროს, როცა მე გამგებლად მუშაობდი, ძალიან ბევრი განუხორციელებელი პროექტი დამჩა. და მოსახლეობა შეპირდი ის, რომ აი ეს პროექტები დაწყილი ჩემს მიერ რაც იყო და არ მომეცა იმის საშუალება დასრულების, შეპირდი რომ გავაგრძელებ. აქ იქნება ალბათ იგივე შიდა ეზოების მოწყობა, რა ვიცი, კომუნიკაციების შეცვლა, თვითონ შესაძლებელია ფასადების ისევე შეცვლა და მოწესრიგება უბრალოდ ამ ქუჩის მთლიანად, იმიტომ რომ შესანიშნავი ქუჩა არის. შეხვედრაზე გოგი ჩიკვილაძესთან ერთად ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმყოფებოდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა როსტომ ცარციძემ წინასაარჩევნო შეხვედრა ნაგუთის დასახლებაში გამართა. ცარციძე ადგილობრივ არჩევნებში კენს არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით იყრის. ბიუჯეტი უნდა გახდეს არა 6 მილიონი და 7 მილიონი, ბიუჯეტი უნდა გახდეს 25 მილიონი. როცა 25 მილიონი გახდება ბიუჯეტი, როცა გექნება ასეთი სოლიდური, შეგიძლია სამონტყოფოს გააკეთო, ექიმიც გეყოლოს, დახმარებას გასცე და ყველაფერი ნორმაში ჩადგეს. არასაპარლამენტო ოპოზიციის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა ნაგუთის დასახლებაში მაცხოვრებლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივებს არსებული პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრა. ცარციძე ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში ჭიათურის ბიუჯეტის 25 მილიონამდე გაზრდას და წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა. ესე გამარჯვების შემთხვევაში ამორჩევლებს მემპირდები, რომ ბიუჯეტი აუცილებლად გაიზრდება, ბიუჯეტის გაზრდას მოყვება იმ პრობლემების გადაჭრა, რაც ჭიათურას აწუხებს და განსაკუთრებით ჭიათურას. ნაგუთს, ესე იგი, ნაგუთში ახლა ძირითადი პრობლემა არის წყალი, ტრანსპორტი არის, ძვირი, სახურავები, საერთოდ ყველა ისა რა ქვია, ჩამოდის
და ესე იგი ამ პრობლემების გადაჭრას აუცილებლად გადაჭრება ჩვენ გვაქვს ის პროგრამა წლის ქალაქის მთლიანად 24 საათის მომარაგებისა და ამას შემდეგ გამოვაჩენთ არაფერი ძალიან ძვირი არ ჯდება რაღაც ესე იგი შემკრებს უნდა აშენება და ეს ბიუჯეტის გაზდა აუცილებლად უნდა მოხდეს ჭიათურმარგანეცის ხარჯზე მე ყოველთვის ვდგარ ვარ ხალხის გვერდით არა ბობოლების გვერდით რომლებიც ძალიან მომრავლდნენ ამ ქალაქში და იმათ გვერდში არასდროს არ დავდგები საარჩევნო პროგრამის მოსმენის შემდეგ ნაგუთის დასახლების მაცხოვრებლები გამგებლობის კანდიდატს მათ დასახლებაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ. მობრძანდა ბატონი როსტომი ცარციძე, რომელიც ეს პიროვნება არის ჭიათურის მკვიდრი შვილი, რომელსაც ძალიან ვაფასებთ პიროვნებას ნამდვილად იბრძოდა თავიდან ბოლომდე რომ ჭიათურას შველებოდა რამეშვილო, მაგრამ დღემდე ვიხედებით რომ უარესი მდგომარეობაში ვართ. წყალი ჩვენთვის არ არის მოწამლული წყალი. ქონა ბატონ როსტომთან ვესაუბრეთ ქუჩების გალამაზებაზე, დასუფთავებაზე, კერძოდ სახურავების შეკეთებაზე, ბევრი იყო მოსული, ბევრს შევხვდით. მე ძალიან მოგობრივ ვარ ბატონი როსტომის და მათ ჯერავს წამს რომ ის ჭიათურებსაც ჭიათურის ხალხს ხალხ პატივისცემს რაც შეუძლია ყველაფერს გააკეთებს. შეგახსენებთ რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტის დასაკავებლად 6 კანდიდატი იბრძვის. არასაპარლამენტო ოპოზიციის ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ჩხეიძემ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 12 დღით ადრე ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართა. განცხადების საფუძველზე მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ჭიათურის 56 საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ გიორგი ჩხეიძის განცხადებას 2 დღის ვადაში განიხილავენ. ოჯახური პირობების გამო ვერ შევძელი საარჩევნო ვერ წარმართე რა ისეთნაირად არ შემიწყო ოჯახური პირობები ხელი რის გამოც და ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებ იმ ღირსეულ ადამიანებს რომელსაც ალბათ ქალაქის ბედი ავალია უკრი ჭუპურის სასარგებლოდ ხსნი კანდიდატურას ჩემ ამომრჩევებს ვთხოვ დავეხმაროთ უკრი ჭუპურიძეს ანუ სამართლებრივი შეფასება ასეთი არის კანონით ყველას როგორც საარჩევნო სუბიექტს თავისი წარდგენილი კანდიდატის კანდიდატურის გაუქმებასთან დაკავშირებით ასევე კანდიდატს საკუთარი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით შეუძლია გააკეთოს განაცხადი. ჩვენ არ გვევალებულება დავაკონკრეტოთ რაღაც ისა დავაკონკრეტებინოთ ამის მიზეზები დღეს დაწერა ამავე დროს ბატონმა ოლეგ ყობიაშვილმა ითქვის ის მაჟორიტარ ლოგში წარდგენილმა კანდიდატმა აგრეთვე განცხადება მე მასთანაც მქონდა უშუალოდ კონტაქტი და ვკითხე ეს იყო მისი სურვილი ან ხო რაღაც ისეთი სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ხო არ იყო რაც მან უარყო აგრეთვე ამ კანდიდატთან და გვექნება მსგავსი შეკითხვა სავარაუდოდ ეს მათი ნება არის და მათ ნებას ვერავინ ვერ აღუდგება წინ მათ შორის ვერ ჩვენ დღეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ბრიგადებისა და სარდლობების სერჟანტთა სამეთაურო მომზადება დაიწყო. სწავლება ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ ტარდება. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სერჟანტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. საშტაბო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა გახსნა. ალუდა კოპალიანმა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში მიმდინარე რეფორმებზე და შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხში სერჟანტთა როლზე ისაუბრა. სამეთაურო მომზადებაზე განიხილება ის პრობლემატური საკითხები, რაც შეიარაღებულ ძალებში სერჟანტებთან მიმართებაში არის, რაში შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ სერჟანტებს, რათა მათ განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, ასევე იმ სიახლეების გაცნობა, რაც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს, ეს შეეხება იმ დონის სერჟანტებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან ბრიგადისა და სარდლობის დონეზე. 9 თვის განმავლობაში ავღანეთში ვასრულებდი კონტინგენტის სერჟანტის მოვალეობას, რის დროსაც მქონდა ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან, პარტნიორებთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა.
დღეს მოულოდნელად მივიღე ეს медаლი, რომელიც არის უმწიფრო სამსახურისათვის, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი мотиваცია შემდგომი სამსახურისათვის. ვიდეო მოწოდებებით, აქციებითა და სხვადასხვა ფორმის აქტივობებით მარიხუანის დეკრიმინალიზაცია საზოგადოების ნაწილი აქტიურად ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში მარიხუანასთან დაკავშირებული მუხლები არაადეკვატურია. როგორ ისჯება მარიხუანას მოხმარება, შენახვა და გავრცელება, მოქმედი კანონმდებლობა საიაში განგვიმარტეს. საქართველოს კანონმდებლობით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, მათ შორის რა თქმა უნდა მარიხუანას მოხმარებაც არის დასჯადი. პირველ შემთხვევაზე, როდესაც პიროვნებას დაუფიქსირდება ნარკოტიკული ნივთიერების თრობა, ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში, აქ უკვე სისხლის სამართლის სასჯელი შემოდის ძალაში და ეს არის შეიძლება იყოს ჯარიმა, ან შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთა 6 თვიდან 1 წლამდე. აღნიშნული საკითხი, რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით წდება. მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მუხლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გააპროტესტეს. ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი, ძალიან მარტივი და მე მგონი ყველა ადამიანისთვის მისაღები, უნდა შეწყდეს იმ ადამიანების ციხეში გაგზავნა, რომელთა ერთადერთი დანაშაული შეადგენს ის, რომ ისინი მოიყვნენ მარიხუანას. საქართველოს უნდა შეწყვიტოს საკუთარი ნარკოპოლიტიკის ასე წარერთვა, უნდა გაათავისუფლოს ეს ადამიანები, რომლებიც ციხეში ცხადან მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან მარიხუანას მომხმარებლები და შეამსუბუქონ კანონმდებლობა. თავარი არის მუდმივობა, ანუ პრობლემები ერთჯერადი გააქტიურებით არ წყდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ საზოგადოებას გაუჩნდება იგივე პროტესტი, რაც ჩვენ გვაქვს, მაშინ ეს აუცილებლად მოგვარდება და პროტესტი ეფუძნება კანონის არაადეკვატურ სიმკაცრეს დანაშაულთან შესაბამისობაში. რომ არ ვფიქრობდე, რომ რამე შეიძლება, ალბათ აქ არ ვიქნებოდი. ანუ ჩემი აზრით ფაქტიურად მოქალაქეობრივ ალი აქ ვიყო, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაადეკვატური საკანონმდებლო სისტემა გვაქვს. შესაბამისად, მუხლები უნდა შემსუბუქდეს. ამ აქციაზე ვარ, იმიტომ რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მინდა. სასჯელი არის არაადეკვატურად მძიმე. მაშინ, როდესაც გაუპატიურებისთვის ადამიანი შეიძლება მიესაჯოს 7-6 წელი მარიხუანის მოწევისთვის არ შეიძლება 14 წლიანი პატიმრობა იყოს. ჩემი აზრით შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების მოთხოვნა იქნება უფრო აქტიური. აქციის მონაწილეების მოთხოვნა საპარლამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მარიხუანის მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს. დეპუტატი იმასაც აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მის აზრს ბევრი არ იზიარებს. სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს ეს ადამიანის ინკრიმინირებას არ უნდა იწვევდეს და ამისთვის სასჯელი არ უნდა იყოს კანონმდებლობის მოხმარებისთვის ხაზს უსვამ კიდევ ერთხელ. საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ დედაქალაქში. მოქალაქეთა ნაწილისთვის მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მიუღებელია. არა, ნამდვილად არ ვემხრობი. ეს არის ცუდი სცენი, მით უმეტეს ყველა ახალგაზრდისთვის. ყველას მოუწოდებ, რომ ამისგან თავი შეიკავოს და უფრო ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს. სირცხვილია ის ქვეყნების ცხოვრება, სადაც რაღაც ბალახის გამო, რომელიც ბუნებამ გვაჩუქა, არის 11 წელი და მაგალითად გაუპატიურებაზე ან მკვლელობაზე თუ კაი ადვოკატი გეყოლება 4 წელში გამოუძრება, ესე უხეშად რა ვთქვა. ესენი არა ადამიანები არიან, ვის მარიხუანას გაუჭერს ხარს, ის არის საქართველოს გამყიდველი. თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია. ვემხრობი გენაცვალე. პრობლემად. მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხზე დღეს კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული. მინისტრის თქმით, დოკუმენტს ნარკოსტრატეგიის შესახებ მთავრობა უახლოეს 1 თვეში წარუდგენს საზოგადოებას. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან პოეტებს საჩხერეში თავი ლიტერატურამ და პოეზიის სიყვარულმა მოუყარა. აკაკი წერეთლის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში მოდინახე მონაწილეობის მისაღებად 10 პოეტი გოსნის მშობლიურ მხარეში პირველად ჩავიდა. იდეის ავტორი ჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილია. კონკურსი წელს პირველად გაიმართა. ფინალისტების შერჩევა საკმაოდ რთული საკითხია. შემოვიდა დაახლოებით 100-მდე ავტორის ნამუშევარი.
და ჩვენ მქონდა მეთოდი აღებული, ეს იყო რევაზინანიშვილის მეთოდი, ანუ ბავშვებს უკითხავდით ამ ლექსებს და რომელსაც ბავშვები იტყოდნენ, რომ ეს არის ხარისხიანი და კარგი ლექსი, ეს არის რა თქმა უნდა ერთი და ორი ბავშვი ბავშვთა გუნდს ეკითხებოდა და ყველაზე მეტი ქულების დაგროვებით გამოვლინდა 10 ფინალისტი. შემდეგ იმუშავა ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენელმა მაკა კვარაცხელიამ დამოუკიდებლად შეაფასა 10 ბალიანი სისტემით. ერთი შემფასებელი მე ვიყავი და ასევე ფონდი მოდინახის აღმასრულებელი დირექტორი. ყველაზე მაღალი ქულების მქონეები გახდნენ პრიზიორი. მოდინახის თავიდან ბოლომდე დამფინანსებელია ჯორჯიან ამერიკენ ელოისი. როდესაც მე შევითავაზე ეს ამ ორგანიზაციას, მან უყოყმანოდ გააკეთა ფინანსური მხარდაჭერა ამ საკითხზე. მინდა აღვნიშნო დიდი სიამაყით, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა ის ღვაწლი, რომელიც აკაკი წერეთელს გააჩნია ჭიათურის მანგანუმის აღმოჩენასთან და მრეწველობის დაწყებასთან დაკავშირებით. კონკურსანტების შერჩევა ელექტრონულად სოციალური ქსელით მოხდა. მათ მიერ საკონკურსო წარდგენილი ლექსების შერჩევის შემდეგ ორგანიზატორებმა 10 ფინალისტი შეარჩიეს. ლიტერატურული კონკურსის გენერალური სპონსორი კომპანია ჯორჯიან ამერიკან ელოიზია. პირველ ადგილზე გასული 3 მონაწილე ფულადი პრიზებით კომპანიის PR მენეჯერმა მაკა კვარაცხელიამ დააჯილდოვა. პრიზები გადანაწილდა ესეთნაირად, რომ მანანა ფროიძე, რომელიც ემიგრაციაშია, მას გადაერიცხება 500 ლარი. მეორე ადგილის მფლობელი ლევან ფანცხავა, ახალგაზრდა ჟურნალისტი, პარალელურ რეჟიმში, მას 300 ლარი გადაეცა და თელავიდან ჩვენი ერთ-ერთი ფინალისტი მარიამ კოზმანიშვილი, რომელსაც 200 ლარიანი პრიზი გადაეცა. სადღაც 2 თვის უკან ჩვენთან კომპანიაში შემოვიდა ეს პროექტი. რო განვიხილეთ ეს პროექტი, იმდენად მოგვეწონა, რომ გადავწყვეტეთ, რომ თავიდან ბოლომდე ჩვენ დაგვეფინანსებინა. ძალიან მოხარული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა კარგმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ეს რაღაცა სტიმული არის რეგიონისთვისაც, მაცხოვრებლებისთვისაც. კომპანია ჯორჯიან ამერიკან ელოისი და ჯორჯიან მანგანეზი ყოველთვის მიესალმება რაღაცა კარგ წამოწყებებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩაბმულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონის. აკაკი წერეთლის სახელობის ლიტერატურული კონკურსის მხარდამჭერები ფონდი მოდინახე, საჩხერის მუნიციპალური გაზეთი პრეს ნიუს ჯი და გაზეთი პოსტსკრიპტუმი არიან. სწორედ ფონდი მოდინახეს ოფისში შედგა ფინალისტი პოეტების დაჯილდოებაც. დაჯილდოების შემდეგ კონკურსანტებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სადღესასწაულო ტორტი გაჭრეს. 10 ფინალისტთა შორის მოხდა ჩემი ლექსის და მე ძალიან მოგოფინი ვარ მე-10 ადგილითაც, იმიტომ რომ კონკურსი ფიქრობ ძალიან ძლიერი იყო და მე არავით არის პრეტენზია არ მაქვს, ამითაც ძალიან მოგოფინი ვარ. გავიცანე ძალიან კარგი ადამიანები, კარგი ხალხი. ამ კუთხეს ლექსი რა თუნდა ლექსების მეფის მთავენო რა კარგი რავახან საჩქერე ერთ მხარში ერთო მტკავენო. ამის შემდეგ კონკურსის ფინალისტმა პოეტებმა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. ფინალისტ პოეტებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ეს კონკურსი პირველი იყო. მიხარია რომ პირველ რიგში აქ ვარ, მიხარია რომ ფინალისტებს შორის ვარ და ალბათ სხვა პროფესიის ადამიანისთვის, მაგალითად ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია სხვა სფეროში რაღაც წარმატება და აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის შემდეგ პოეტები სოფელ სავანეში მგოსნის ძიძისეულ სახლს ეწვივნენ. დაათვალიერეს პაულო იაშვილის სახლით, სტუმრებმა აქაც გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ეხლა მე ვიმყოფები პაულო იაშვილის სახლში, მიყვარს პოეზია სიგიჟემდე. თუ დავუშვათ არჩევანი არის რომელიმე ლიტერატურის შეძენაზე, ყოველთვის პოეზიას და განსაკუთრებით ქართულ ლიტერატურას ვანიჭებ, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ანგლისტი, ფილოლოგი, მაინც ჩემი სამშობლო, არც ყველაფერია, ვარ რუსთაველის სამშობლოდან, კუთხე-მესხეთიდან, მაგრამ აი აღფრთოვანებული ვარ საჩხერის გადასახედიდან, არგვეთის მუხრანის, პაულოს, აკაკის სამშობლო, იაშვილების სამშობლოდან. მადლობელი ვარ კონკურსის ორგანიზატორ ბატონ როლანდ ხოჯანაშვილის, მთელი ორგანიზატორების. წელს კონკურსის მოდინახე გამარჯვებული პოეტები აღმოჩნდნენ. მანანა ფროიძე, რობერტსონი, ლევან ფანცხავა, მარიამ კოზმანაშვილი, როინ აბუსელიძე, ჯამბულ გამცემლიძე, მზიათ ვალადეიშვილი, რუსუდან გოგობერიშვილი, ციური მესხიშვილი, ნინო მოდრეკილაძე და მანანა ნებიერიძე. კონკურსის ორგანიზატორები მომავალშიც აპირებენ უცნობი პოეტების გამოვლენას.
რაიდი აბრამიშვილის სახელობის ტურნირის მეორე დღე ჭიათურაში მოჭიდავეები ახლა ფინალური საგზურისთვის იბრძვიან. რაიდი აბრამიშვილის სახელობის ტურნირის საწყის ბრძოლებში გამარჯვებულმა სპორტსმენებმა ნახევარფინალისტების ტიტული უკვე მოიპოვეს. კომპეტენტური ჟიური ახლა იმ მოჭიდავეებს გამოავლენს, რომლებიც ერთმანეთს უკვე ფინალში შეხვდებიან. ვარ სპორტსმენი ყოფილი, მოჭიდავე და იმდენად ემოციურია ჩემთვის ყველაფერი ამით განცდა, რომ ძალიან მიხარია და ის მიხარია, რომ ჭიათურაში ამ დონის ტურნირი ტარდება და ვფიქრობ, რომ ამ ტურნირის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება და ვფიქრობ, რომ საქართველოს ფარგლებს გარედანაც მოვლიან სტუმრები ჩვენთან საჭიდაოდ. არის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც მეხუთედ ტარდება ჩვენს ქალაქში და არა მარტო ჩვენს ქალაქს და მონაწილე ახალგაზრდებს, არამედ ყველასთვის არის აბსოლუტურად დადებითი და მომავალში მედია რომ უფრო ფართო ხასიათს მიიღებს და კიდევ უფრო გაფართოვდება. ნახევარფინალური თამაშები საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა ჟიურიმ გამარჯვებული სპორტსმენები სამართლიანად გამოავლინა. ფინალში სულ 10 ბრძოლა შედგა. გამარჯვებულები ტურნირის ორგანიზატორებმა და ქვეყნის დამსახურებულმა მწვრთნელებმა სიგელებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს. ძალიან გამიხარდა რომ გამიმარჯვე სულ უჭიდავე 5 შეხვედრა, 5-ვე დამაჯერებლად მივიღე და გავხდე ჩემპიონი რაიდი აბრამიშვილის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტურნირი, დავიკავე მესამე ადგილი და ვაპირებ მომავალშიც მოვიდე და რა თქმა უნდა ჩემპიონი გავხდე. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თვითონ ჭიათურელმა რაიდი აბრამიშვილმა დამაჯილდოვა. ეს ჩემი პირველი ადგილის იყო და ეს თვითონ რაიდი აბრამიშვილმა ჩამოიტანა და დამაჯილდოვა თავის სახელობის თასით. რაიდი აბრამიშვილის სახელობის ტურნირის ორგანიზატორი 27 კომპლექსური სპორტული სკოლაა. ტურნირი ტრადიციულია და წელს მეოთხედ გაიმართა.